გამარჯობათ. რა მოხდა ალიასკასთან დაკავშირებით სინამდვილეში? რატომ გაყიდა ეს რუსეთმა და გაყიდა თუ არა საერთოდ? მოგეხსენებათ, ეს მოხდა 1867 წელს, თუ არ ვცდები, და ეს არის პერიოდი, როდესაც რუსეთი ომობს ყირიმში და ეომება კოალიციას. კოალიციაში არის ინგლისი, საფრანგეთი, თურქეთი და კიდე ბევრი სხვა ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ ამ ომის შედეგად საბოლოო ჯამში ინგლისიც და რუსეთიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი ერთმანეთს ასუსტებდნენ და საფრანგეთი ძალიან მოხერხებულ საგარეო პოლიტიკას ეწეოდა ყოველთვის. ამისათვის თუნდაც გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი, როდესაც საფრანგეთი ფაქტიურად არ ომობდა და შეინარჩუნა თავისი ტერიტორიაც მისგან გაძარცვისგან და ნგრევისგან, რის შედეგადაც მან შეძლო გამختارიყო ატომური ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთს რო ეომა გერმანიის წინააღმდეგ, იგი დღეს ატომური ქვეყანა ვერ იქნებოდა, მაგრამ ყირიმის ომის შემთხვევაში, როგორც ჩანს, რუსეთი და ინგლისი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ ისინი გააგრძელებდნენ ამ ომს, მაშინ ისინი დასუსტებოდნენ და მათ ხარჯზე გაძლიერდებოდა საფრანგეთი და კანადა, ფრანგული კანადა უკვე დაიპყრობდა ალიასკას და რუსეთი დაკარგავდა ალიასკას და თავისთავად საფრანგეთი უფრო გაძლიერდებოდა, ეს რასაკვირველია ინგლისს არ აწყობდა. ზოგადად ინგლისის საგარეო პოლიტიკას თუ შევხედოთ, ინგლისი ყოველთვის ცდილობს მსოფლიოში აწარმოოს ომები და ის ებრძვის ყოველთვის მოძლიერებულ მხარეს. ამით ის უზრუნველყოფს თავის სიძლიერეს. მას ასე რა მოხდა? ინგლისმა ასე ვთქვათ, გააყიდინა რუსეთს ალიასკა, რადგანაც რუსეთიც დარწმუნდა, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა ალიასკას, ძალიან რთული იქნებოდა მისთვის. ინგლისი დარწმუნდა, რომ თუ ალიასკა არ გადავიდოდა შეერთებულ შტატების გამგებლობაში, მაშინ ალიასკას დაიპყრობდა საფრანგეთი. ამიტომ ის შუამავლობდა და სხვათა შორის, როგორც წყაროებში არის აღნიშნული, ძალიან დიდი ქრთამები აქვს გაცემული რუსეთის ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგადად არც უნდოდა ალიასკა, იმიტომ რომ მაშინ ალიასკა იყო არაფერი, უბრალოდ ტერიტორია, სადაც მოიპოვებოდა ბეწვეული. მეტი არაფერი. რუსეთს მანდედან სხვა, ესე იგი, სარგებელი არაფერი არ ქონდა. ყირიმის ომის დასრულების შემდეგ, ესე იგი, საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საფრანგეთში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონეზე იყო მაშინ საფრანგეთი, ანუ ლიდერობდა მაგ კოალიციაში, იმიტომ რომ ხელი საფრანგეთში მოეწერა ხელშეკრულებას კოალიციასა და რუსეთს შორის და ის ფული რომ და სულ მგონი 10 თუ 12 წელიწადში გააკეთეს ალიასკის გაყიდვა. რადგანაც, ალბათ რაღაც კულუარებში უკვე გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთი აპირებდა რაღაც უფრო მეტ ექსპანსიას ალიასკის მიმართულებით და მას უკვე ვერ შეწინააღმდეგებოდნენ, რადგანაც ინგლისი იყო საფრანგეთთან კოალიციაში, ანუ მოკავშირე იყო და რუსეთი უკვე დასუსტებული ვერ შეძლებდა ალიასკის დაცვას. ალიასკიდან აღებული თანხა რუსეთის ელჩმა მიიღო ლონდონის ბანკში და რამოდენიმე ვერსია არსებობს. არის ერთი ვერსია, რომ გემი
რითიც მოდიოდა ეს თანხა რუსეთში ჩაიძირა. შემდეგ როგორც ამბობენ ყვინთავები ჩავიდნენ და ნახეს გემი დაათვალიერეს და იქ თანხა არ იყო, ანუ დიდი ალბათობით ეს ოქრო საერთოდ არ იყო ამ გემზე. ეს ერთი ვერსიით, ანუ ინგლისმა აიღო ეს თანხა, რომელიც გადაიხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შეიძლება იყოს ყირიმის საფასურიც. იმიტომ რომ კიდევ ერთი ვერსიით ინგლისმა ხელი შეუწყო ყირიმის ომის დასრულება ზუსტად იმ 7,200,000 დოლარის სანაცვლოდ, რომელიც მიიღო ინგლისმა ალიასკის გაყიდვით. კიდევ ერთი ვერსიით რუსეთმა მაინც მიიღო ეს თანხა, ოღონდ არა როგორც თანხა, არამედ როგორც სხვადასხვა დანადგარები და სხვადასხვა ტექნიკა რუსეთის რკინიგზის მოსაწყობად. ანუ ისევ ეს თანხა დაიხარჯა დასავლეთში დასავლური ტექნიკის შესაძენად. ეხლა რა მიიღო ამით რუსეთმა? რუსეთმა ამით მიიღო ის, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს ესეთი ფარული შეთანხმება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან რუსეთს არ უნდა დაემუქროს არანაირი საშიშროება. და ფაქტიურად რუსეთმა შეიძინა ახალი მოკავშირე. და ყოველთვის ისტორიის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი იყვნენ მოკავშირეები. ეს იყო ყოველთვის. ერთი ვერსიით, რომელსაც მე თქვენ გეუბნებით, ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ რუსეთი დაამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ რამენაირად, მაშინ მათ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ალიასკის უკან გადმოცემა. და ჯერჯერობით ეს ხელშეკრულება ზედმიწევნით სრულდება. რა მიიღო ინგლისმა? ინგლისმა მიიღო ფული, ინგლისმა მიიღო ომის დასრულება. ინგლისმა მიიღო საფრანგეთის არ გაძლიერება. მე უკვე მოგითხრეთ თქვენ იმის თაობაზე, თუ რატომ შეხვდა პუტინი და ტრამპი მაინც და მაინც ალიასკაზე. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს ადგილი უფრო ნაკლებად შეღწევადი იყო დემოკრატებისთვის და იმ ლობებისთვის, რომლებიც კარგად არიან მომჯდრები გინდ ვაშინგტონში, გინდ სხვა დიპლომატიურ ცენტრებში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და ეს ალიასკის ტერიტორია ამ მხრივ უფრო, ასე ვთქვათ, პირველ ყოფილ მდგომარეობაში იყო და იქ უფრო ადვილი იყო უშიშროების უზრუნველყოფა მოლაპარაკებისთვის, რომ არ გაჟონილიყო რაიმე ინფორმაცია გარეთ. მეორეც იმიტომ, რომ ალიასკა ისევ ამ ხელშეკრულების, რომელიც უკვე აღნიშნე, მთავარი მოქმედი, ესე იგი, ობიექტი იყო, თავი ტერიტორია იყო და ამით რუსეთმა და შეერთებულ შტატებმა ისევ გაახსენეს მსოფლიოს ის ხელშეკრულება და ის, რომ ალიასკამ რუსეთმა გადასცა შეერთებულ შტატებს. ეს კიდევ ერთი მინიშნება იყო რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობის დანარჩენი მსოფლიოსთვის. შემდეგი, ესე იგი, გზავნილი ალიასკაში შეხვდეს ის იყო, რომ ალიასკიდან შეერთებულ შტატებს შეუძლია დაუბრკოლებლად დაეხმაროს რუსეთს. თუ მაგალითად რუსეთთან ომი უფრო გაგრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მაგალითად, თუ რუსეთთან ომს გადაწყვეტს ჩინეთი, ან ინდოეთი, ან შუა აზიის მუსულმანური სამყარო, ზოგადად შემდეგი დაპირისპირება, ანუ მსოფლიო ომის თეატრი უნდა იყოს ამ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ პრინციპში სხვაგან ეს შეუძლებელია.
ეხლა უკვე უკრაინის როლი ანტირუსულ ასე ვთქვათ კოალიციაში უკვე დაბლა დაიწევს, იმიტომ რომ უკრაინის ესე იგი საკითხი რომ მოგვარდება, უკრაინა დაკარგავს მთლიანად აღმოსავლეთს სავარაუდოდ და უკრაინა გახდება არასაშიში ტერიტორია რუსეთისთვის. ანუ რუსეთს ესმის რომ მას შეუძლება მოუწიოს დაპირისპირება აღმოსავლეთთან ან სამხრეთ აღმოსავლეთთან და ამისათვის მას სჭირდება მყარი ზურგი. ზურგში მას ყავს ევროპა, ევროპის ტერიტორია, ეს არის უკრაინა, ბელორუსია, ბალტიისპირეთი და რასაკვირველია სკანდინავიის ქვეყნები. არა შეუძლია დაუპირისპიროს რუსეთმა ამას. სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოტევა და ბალტიისპირეთიდან შემოტევა ცოტა ეს ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ რუსეთის ჯარისთვის დიდი ესე იგი სირთული არ იქნება ბალტიის ქვეყნებში შეჭრა და ბალტიის ზღვაზე გასვლა, ანუ საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა, ასე ვთქვათ. სკანდინავიის ქვეყნები დიდი მეომრობით და იმით არ გამოირჩევიან, წყნარი ქვეყნები არიან, თავისთვის არიან, ასე რომ მათ იქედან შემოტევა ცოტა ნაკლებად სავარაუდოა და ასევე ნაკლებად სავარაუდოა მათი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ანუ ეს გამოურიცხოთ, ამას დაუმატეთ ის, რომ მე ვგულისხმობ რუსეთის ატომურ ფლოტს, ყინულმჭრელ ფლოტს, რომელიც რუსეთს ყავს. ეს არის 8 ერთეული ატომური გემი, ყინულმჭრელი, რომელთაც მას შეუძლია რუსეთის ჩრდილოეთით ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე მინიმუმ 8 წერტილში და შემდეგ უკვე ალბათ უფრო შეუძლია თუ ეს საშიშროება დადგება მის წინაშე მან გაზარდოს მათი გემების რაოდენობა, ანუ ბირთვული რეაქტორების რაოდენობა, რომელსაც ჩაიტანს ამ სანაპიროზე და დაამონტაჟებს, მაგრამ ასე ვთქვათ, ერთი მისვლით, ერთი მარშით მას შეუძლია რუსეთის ყინულოვან ოკეანის სანაპიროზე 8 წერტილში მიიტანოს ბირთვული ენერგია და შეუერთოს იქ უკვე არსებულ სიმძლავრეებს. სავარაუდოდ, ესე იგი, ანუ 8 ბაზა შეუძლია რუსეთს რამოდენიმე კვირაში მოაწყოს რუსეთის ჩრდილოეთით ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე. აი მყისიერად რა, თითქმის 1-2 კვირაში, ასე ვთქვათ. ეს მას შეუძლია გააკეთოს და რაც არ უნდა, ესე იგი, დაპირისპირება იყოს აზიაში, გინდ ჩინეთთან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანის სანაპირომდე მისვლა, ეს ცოტა რთულია. ცოტა კი არა, ძალიანაც რთულია, იმიტომ რომ მთელი ეს ციმბირი და ეს ჭაობები უნდა გაიარო და გახვიდე და სანამ იქ გახვალ მომარაგება ალიასკიდან, მომარაგება თვითონ რუსეთის ჩრდილოეთიდან, იგივე მურმანსკი იქნება ეს, ლენინგრადი იქნება, მოსკოვიც ძალიან შორს არ არის და ანუ ზღვის სანაპიროდან და მთელი ეს სიმძლავრეები რომ ამუშავდება და ნაკადები თქვენ თუ დააკვირდებით რუსეთის რუკას ძალიან ბევრი მდინარე არის, დიდი მდინარე რუსეთში, რომელიც ჩაედინება ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და ეს მდინარეები არის გემებისთვის ხელმისაწვდომი, იმიტომ მაგალითად ყველაზე დიდი მდინარე ლენა, რომელიც შედის რუსეთის თითქმის რუსეთის ცენტრამდე და ზოგადად ბაიკალიდან იწყებს ლენა თავის ასე ვთქვათ დინებას, მაგრამ ახლა ბაიკალამდე ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანიდან ვერ შევა გემი, მაგრამ ძალიან დიდ მანძილზე, აი თითქმის იაკუტსკამდე შეუძლია გემს
შემოსვლა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანიდან, იმიტომ რომ თვითონ მდინარე ლენა არის სიგანეში 2 კილომეტრიდან 20 კილომეტრამდე და სიღრმეში ყველაზე დიდი სიღრმე არის მათ თუ არ ვთქვი 20 მეტრი, შეიძლება უფრო მეტიც. ანუ ეს სავსებით საკმარისია, რომ შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო მედიკამენტებით და სხვა საჭირო ნივთებით მოხდეს ფრონტის მომარაგება. მით უმეტეს თუ ალიასკიდან მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. და აქვე გავახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრეტენზიებს კანადასთან, გრენლანდიის თაობაზე, იმიტომ რომ მას სურს რომ როდესაც ის დაეხმარება რუსეთს, მას არ კონდეს ზურგში რამე პრობლემები. და ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების ზურგი არის კანადა, არის გრენლანდია. და თუ საჭირო იქნება, როგორც მან მოახდინა სპეცოპერაცია და დაიპყრო ვენესუელა, იგივეს გააკეთებს გრენლანდიისა და კანადის შემთხვევაში. ამაში ეჭვი არ მეპარება. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.